რას ვფიქრობ? გულახდილად. მოდი გულახდილები ვიყო. აი, თავისი მინუსებით, პლუსებით, რა მოგწონს, რა არ მოგწონს, რა შეცვლი. მე დავიწყოთ შენ დაიწყო. შენ დაიწყე. კაი, რა შევცვლიდი შენში? შენში შევცვლიდი ხასიათს. რეალურად ხალხს ნათათია როგორც ჩანს, ისეთი ღიარული არ არის, დადარდიანებულია, სულ პრობლემებზე ლაპარაკობს, სულ მასწავლებლებზე, სულ რაღაცა იმის გადასახადი მაქვს ხა, მე იმის გადასახადი მაქვს ხა, იმის ბრეკეტები უნდა გაუკეთო ქეთოს. არა, ეგ იმიტომ რომ ორი შვილის დედა ვარ ეხლა და ჩართული. კაი, და კიდე რა მომწონს შენში? შენში მომწონს შენ ხარ სანდო ადამიანი. აი, შენ გენაცილებ. გენდობი. დაიმსახურე რომ მე შენ გენდობი. არა, კაია. გენდობი. მე იმედები, აი რამე პრობლემა რომ შემექმნას, მოვა. შენ რო არ არსებობდე. ხო. შენ რომ არ არსებობდე, სამსახურის იქით. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მაცინებს. ოღონდ მართლა გულწრფელად, შენ მაცინებ მარტო. ჩემი გაცილება ხო იცი რა რთულია. კი, ჩემიც. ანუ შენ მაცინებ. ხო, ანუ მართლა? დასვათ შენ გამომიხარია სამსახურში მოსვლა. ხო, მე შესგამო. We listen and we don't judge. ხარ მეგობრული, პოზიტიური. ერთ რაღაცა შევცვლიდი რომ 10 წუთი ხო ხარ მხიარული. იქიდან 15 წუთი იწყენ. მე 10 წუთი ისევ კარგ ხასიათზე ხარ, 20 წუთი იწყენ და სულ სახში გინდა. გადააგდე ეს სახლი. მეგობრებო, სულ სახში უნდა, სულ უნდა რომ იწვეს, ხალათი ეცვას, თურქული ყავა წინ ადგას და იწვეს. აი ეს უნდა სულ სახში. აი ვერ ჩერდება დიდი ხანი ვერს. და დადარდიანებულ სიმღერას უსმენდა სახლში მარტო. ხო, ძალიან კარგი მეგობარი რომ ხარ თქვი. ძალიან კეთილი რო ხარ. ჩემთვის მიღებული ადამიანი ხარ. მაგრამ ცოტა წუსტი კაციც ხარ რა. რას მეთქი? არა. ცუდად კი არ გეუბნები, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ აი ცოტა ფულის პონჩი ძალიან წუსტი ხარ. აი თქვა, აი ბოგვილის დაბადების დღესაც ყველა მასაცი ლარი დავსვი და შენ დადე 50 ლარი, რატო რა გაჭირება ქონდა? გააჩერე მანქანა. რატო? შე აფერისტო ხარო შენ. რო ხალხს ჩემზე სუდი წარმოდგენა შენ. არა, მოიცაქვე. გააჩერე! მანქანა! აფერისტო ხარო შენ. რო ხალხს ჩემზე სუდი წარმოდგენა შენ. არა, მოიცაქვე.